რას ურჩევდით თანამედროვე ავტორებს? როგორ იპოვონ თავიანთი სამწერლობო ენა? პოეტმა უნდა იძალადოს რა საკუთარ დედაენაზე. ასე აკეთებდა გალაქტიონი, ასე აკეთებდნენ გერმანელი რომანტიკოსები. ენობრივი სიტყვიერი სტიქია, ხო რაღაცა მოლტის პოვარდნი, დიონისური იტაცებს, გათხოვს, ესთეტიური შეგრძნებებია, გაგიჟებს. რა კავშირია ენასა და რეალობის არქანშორის? ჩვენსა და სამყაროს შორის არის ჩვენ ცნობიერება. ყველა ენა თავისებურად ხედავს სამყაროს. ჩვენი ენა რას გვაჩვენებს ისეთ სამყაროში, რასაც შეიძლება გერმანელი ვერ ხედავდეს. კონსტანტინე გამსახურდია სხვადასხვა 20-იან წლებში სპეციალური წერილები აქვს ენის საკითხებზე. და ამ შემთხვევაში ის თავის როგორც წერილს მოიაზრებს, რომელიც თქვათ საკუთარი კითხველის ენობრივ აღზრდას ეწევა, რომ გაამდიდროს მისი ლექსიკური მარაგი. ენის ევოლუცია როგორ აისახება ნაწარმოებებში? ერთი მხრივ როგორ აისახება ტექსტზე, მეორე მხრივ კითხველზე და თავად ავტორზეც კი. პატრიოტი ხარ, იქ რაღაცას უკითხულობ, რაღაცა შეგნება ცოტა მაღალ დონეზეა ადის, ცნობიერება, ფართოვდება. რა კავშირია ენასა და მეხსიერებას შორის? მე მახსენდება ორველის ნაწარმოები 1984, სადაც სწორუპოვრად ებრძვიან ენას იმისთვის, რომ აზროვნების დიაპაზონი დაავიწროვონ და შედეგად გაყალბდეს ისტორია. ჩაკლული სული ხო რა გლობაკი. ჩაკლული სული ნიშნავს იმას, რომ სულში და მეხსიერებაში და ფსიქიკაში შენი ბუნებრივი ენა, დედაენა ხო თქვათ ის ხრება. საბჭოთა კავშირში როცა რეპრესია მიდიოდა, ენას ებრძოდნენ. დეპრესიები რატო ეწყებათ ემიგრანტს? მშობლიური ენა გაძლევს შესაძლებლობას ეგზისტენციური მომენტი რაღაცა დაძლია. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ანუსმენთ ლიტგურუს, მე ვარ თათული ღვინიანიძე, მისი წამყვანი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ლიტერატურულ ენაზე და იმაზე თუ რა მნიშვნელობა აქვს მას ლიტერატურულ ტექსტებში. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩვენ მოვიწვიეთ ძალიან საინტერესო სტუმარი, უზომოდ კომპეტენტური ადამიანი, კოკა ბრეგაძე. კონსტანტინეთი არ მოგმართავ თუ კინებას დავით. რა თქმა უნდა, რა პრობლემა, არამაი პრობლემაა. კოკა, უდიდესი მადლობა რომ მოხვედი პირველ რიგში. ალბათ თქვენ მოწვევისთვის პირიქით, ჩემთვის დიდი პატივია და საამაყო თქვენს გადაცემაში ვარ პოდკასტში სახელად ლიტგურუ. კი ბატონო. კოკა, ფილოლოგი, გერმანისტი, ლიტერატურის მცოდნე და შენ კი არ აღიარებ, მაგრამ ჩემი აზრით მომავალი მწერალი. მინდა რომ შენს კარიერაზეც ვისაუბროთ ორიოდე სიტყვით. ხო, ნუ კარიერას რაც შეეხება, ჩემი გერმანისტობა განსაზღვრა თვითონ სკოლამ და მანამდეც ბავშვობამ, იმიტომ რომ 80-იან წლებში თბილისში იყო ძალიან ესა მოდური, ეს ტანტეების, კერძო გერმანელი ტანტეების, ტანტე დეიდა და ეს კერძო გაკვეთილები გერმანულში და ჩემმა მშობლებმაც მიმიყვანეს და მაქედან დაიწყო სადღაც ბაღის ახსაკში ვიყავ 5 წლის. მე 3 წელი კი, 3 წელი ტანტესთან დავდიოდი და კარგად ვიცოდი ეს გერმანული წერა კითხვა ყველაფერი, რა ვიცი, იქ ძალიან შემოქმედებითი ის კონდე ტანტე ელზას, რა ვიცი, პატარა დადგმები ესა ყველაფერი მასთან ვისწავლი წერა კითხვა გერმანულ ლაპარაკი და ნუ მე გადავმიყვანეს ისა, ჯერ ვიყავ 23-ში, ფრანგულს სწავლობდი გაძლიერებას, მაგრამ მე უკვე იმეგრე წოდებულ მე-6 შისტოის რო ეძახით უკვე ბატონმა გურამ რამიშვილმა რო დააფუძნა 80-იანების დასაწყისში, მე მე-6 კლასიდან გადავედი და ნუ ახლა გერმანულ სამყაროსთან მოდივიდი ყოველ წელს. მქონდა გაკვეთილები გერმანულ ენაში, ლიტერატურაში, მასწავლებელი ჩვენი ვაკო დვალიშვილი ეს ხონებული გარდაცვლილი ის იყო ჩვენი გერმანულის მასწავლებელი და იმან მაზიარა და იმ გვაზიარა ამ გერმანულ სამყაროს, გერმანულ რომანტიზმს და ამ ყველაფერს რა. ხო და მე რო ვაბარებდი უმაღლესში, მე კერძოდ ვემზადებოდი უკვე როგორც წესი და რიგია, ხო, ვემზადებით ხოლმე. ბოლო წელს სკოლისა, ქალბატონ ნანა გოგოლაშვილთან, პროფესორ ნანა გოგოლაშვილთან, ქალბატონი ნანა, დღეს ემერიტუს პროფესორია, მაგრამ დიდი ხანი ასწავლიდა TSU-ში. თარგმნელი, ქალბატონი ნანას თარგმნელია ნოვალისის, ჰაინრიხ ფონ ოფტერდინგენი, ჰოფმანის კატამური, ასევე გიუნტერ გრასის სკელი რომანი დედალი ვირთაგვა, ასევე ქალბატონმა ნანამ თარგმნა თომას მანის იოსები და მისი ძმები და როგორც ვიცი მზადდება და მალე დაიბეჭდება, მოკლედ. ხო და ვაპირებდი მე საერთოდ ჩაბარებას იქა ისტორიულს TSU-ში. და მე შეიცვალეთ. ხო და აქ ალბათონმა თან ახლა იქ ის პერიოდი ეროვნული მოძრაობა რაღაცა და აი ეს ემიგრაცია და ყველაფერი ქაქუცა, ჟორდანია, რამიშვილები, სპირიდონ კედიები და ეს ყველაფერი რო წამოვიდა. ხო და მეც ახლა დავინტერესდი ამან გამიტაცა
და გადავწყვიტე რომ მეთქი გამოვალ ისტორიკოსი და აი ამ თეთრი ლაქები რაც არის 18-20 ამას დავიწყებ ამის კვლევას მეთქი ჩაუჯდები ინტომენტაზე ხო და რომ მივედი ხა ალბათ ნანასთან არა შენ ხარ გაგიჟდა რა გინდა ისტორიულზე ბიჭები გვაკლიო არ არიან კაცები კაცო გერმანისტიკაში და რა ქვია წამოდი აქ თან მithumetezi გერმანულ სკოლაში დადიოდიო გერმანული იციო თან რა პრობლემაა და ეს ამას მეუბნება პირველ გაკვეთილზე რა მე მივედი სახლში და მე ჩაჯიჯდა ფიქრობ კი არა და ჩამიჯდა ჭკუაში ხო და ეგრევე მე შევიცვალე და ჩავაბარე იმ წელს გერმანისტიკაზე და ნუ მე წამოვიდა და მე ისე მოხდა რომ ყველაფერი იგავიარე საფეხურები რაც არის მე ბოლოს ასპირანტურა TSU-ში დავიცავი ნოვალის ენის ფილოსოფიას და ახლა ვასწავლი გერმანულ ლიტერატურას TSU-ში და აი ესეთი კარიერა გამოვიდა რა. როცა ასოცირებული პროფესორი ხარ და როცა ცოდნას აზიარებ, მუდმივად ეხები ახალგაზრდების გულს. როგორ ახერხებ, რომ დააინტერესო ისინი და როგორ გადასცემ ამ ცოდნას ისე, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ცოდნა. რეალურად ხო სტუდენტებს სხვადასხვა ინტელექტი აქვს, სხვადასხვა უკაცრავად ბექგრაუნდი აქვს. როგორ ახერხებ, რომ ყველას მიეწოდო ცოდნა? ხო, რა ვიცი, ხა ეგ კიდე ესე იგი მეცნიერული კვლევა ერთია. ეს არის აქსიომაა და პედაგოგიური მომენტების და ნიჭის კიდე მეორეა, ხო? ეხლა ყველა მეცნიერს არ შეუძლია, მაგრამ ეთყობა რაღაცა ალბათ არის ჩემში რაღაც. ნიჭი, ტალანტი. ნიჭი, ტალანტი პედაგოგიურიც და ალბათ ეს მეხმარება, ცნობიერად თუ არაცნობიერად მეხმარება, რომ რაღაცნაირად ყველა სტუდენტს მიუდგე თანაბრად და ასე შემდეგ. ალბათ ამაში ისიც მეხმარება, რომ 90-იან წლებში მე გერმანულ ენას და ლიტერატურას ვასწავლე სკოლაში. ეს ბროსეზე მე-6 სკოლაში. 7 წელი სადღაც, მთელი 90-იან წლები და 2000-იანის დასაწყისად, თან სადამრიგებლობს ყავდა ყველაფერი. ხო და ეთყობა ეხლა იქ განვითარდა ეხლა მაშინ ის თან სტუდენტი ვიყავ თან ვასწავლედი 90-იან წლებში და ეთყობა იქ აღმოჩნდა ეს პედაგოგიური რაღაცა ნიჭი და მე ეს მეხმარება რომ უნივერსიტეტშიც გაუმადგა ეს და ფართოვდება და ვითარდება ეს რაღაცნაირად ხო. პირველი ჩატარებული ლექცია თუ გახსოვს? პირველი ლექცია მართალი გითხრა არ მახსოვს ეს კაიხნესინი იყო ამის 20 კი 24 საუკუნის ხედავ როგორ წარსულში გადაგიყვან ხო თან მაშინ ის იყო ჯერ საათები მომცეს ენის გერმანული ენის საათები და თვითონ საკუთრივ გერმანული ლიტერატურის სწავლება 2009-დან მოყოლებული გერმანული ლიტერატურას ვასწავლი ხო და რა ვიცი არაფერი ისე ჩვეულებრივად განსაკუთრებული არაფერი რა მინდა რომ ამ წიგნზეც ვისაუბროთ ეს მადლობა ამ საკითხის წამოწევისთვის. ხო, ეს რაც შეეხება ჩემი მონოგრაფია, რომელიც ეძღვნება გოეთეს ფაუსტს, გამოვიდა შარშან 2024 წელს. ნუ, რა ვიცი, ერთგვარი მაგნუმ ოპუსივით გამოდის მთავარი ნაშრომი გერმანისტიკაში. თანაც იმას გაუსვავ ხას რომ ეს ჩვენში არის პირველი მონოგრაფიული კვლევა, რომელიც ფაუსტს ეძღვნება. და რა ვიცი იმედია მომავალში ეს იმპულს მისცემს მომავალ მკვლევარებს რომ რაღაცნაირად გააფართოვონ ეს ფაუსტის გოეთეს ფაუსტის კვლევები და იქნება და მე პერსპექტივაში ფაუსტოლოგიაც ეს ქვედარგი გერმანისტიკის ჩამოყალიბდეს ხო თქვათ როგორც არის აი სიტყვაზე ხო რუსთველის რუსთველოლოგია ნუ გულისხმობს ვეფხისტყაოსნის კვლევებს და ნუ ფაუსტოლოგია როგორც რაღაცა ფაუსტის კვლევები და ფაუსტთან რამე საერთო სკოლობ კი რა თქმა უნდა ჯერ ერთი კოლეგები ვართ, ისიც პროფესორი იყო უნივერსიტეტის, მეც პროფესორი ვარ, თუმცა ეხა ჩემგან განსხვავებით ის მრავალ საგანს ასწავლიდა, ხო, ფართო დიაპაზონი ქონდა, ხო, მედიცინასაც ასწავლიდა, ფილოსოფიას, ხო, სამართალმცოდნეობას და თეოლოგიას, ხო. არა, ნუ ეს ეხლა მაშინდელი სტანდარტი იყო, ხო, ფაუსტი, ხო, მაშინდელი სტანდარტი იყო და საერთო გვაქვს, რა თქმა უნდა. და ეს სკეპსისიც საერთოა, ხო, რაღაც დაეჭვება, ნუ თუ რას ვასწავლი, რაში გამოადგება, განა აქვს აი ცოდნას, იქნება ეს მხოლოდ ცოდნისთვისაა, თუ იქნება რაღაცა გამოადგება ცხოვრებაში, შემეცნებაში და აი ეს შინაგანი ჭიდილი მაქვს მეც რა, ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს პედაგოგის და მკვლევრის სპეციფიკა ბუნებრივია რა. ცოდნათ ეხლა ვცდილობ რომ თლად მელანქოლიაში არ გადავარდე და თვითმკვლელობამდე არ მივიყოლე ჩემი თავით. ეგარ გააკეთო. ხო, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ რომ აი ეს რა ქვია, ეს პასუხისგებლობით ეკიდება ფაუსტი თავის აი საქმეს რა, რომ
ეს skepsisიც მოდის მისი პასუხისმგებლობიდან რა, რომ ესე იგი ის ფიქრობს, რომ ეს ცოდნა რამდენად ნამდვილი ცოდნა, ნაღდი ცოდნა თუ სიყალბეა, აი რას ასწავლის სტუდენტებს მომავალ თაობას, ხო, რა შეასწავლის, ხო, რა დიდი პასუხისმგებლობაა. ძალიან. აი ეს რა ქვია, ეს ეგრეთ წოდებული ეპისტემე, ხა ზა მოდურის არის, ხო, ეს ცოდნა, დაგროვილი ცოდნა, მისი სწორი გადაცემა და მე იქ უკვე დაეჭვებაც, ხო? და ნუ დაეჭვება რა, ნუ იმის თვითკრიტიკული მიდგომა, რომ რამდენად ნაღდია ის ცოდნა. სულიერი ცოდნა, თქვა სულიერი თვალსაზრისით თუ პრაქტიკული თვალსაზრისით გამოადგება თუ არა ადამიანს სტუდენტს მომავალ ცხოვრებაში. ეხლა მე ერთი გნებოთ პრაქტიკული თვალსაზრისით, რომ ცხოვრებაში ფეხი მოიკიდოს და შემოსავალი კონდეს და კარგი პროფესიონალი იყოს თავის ამის და გნებოთ მეორე მხრივ სულიერ შემეცნებითი თვალსაზრისით, ხო? აი ცოდნისთვის ამ დონეზე რომ დარჩეს, ამ შემთხვევაში ის ფასეულობას კარგავს? რა თქმა უნდა კარგავს, ეს არის სწორედ ეს ფაუსტის სწორედ აი რაღაც მომენტში ის როგორც თვითკრიტიკული და პასუხისმგებლობით აღწევილი პროფესორი ფიქრობს, რომ ეს ცოდნა ნამდვილი და რამდენად ხო არ არის ეს თვითმიზნური ცოდნა ცოდნისთვის. როდესაც იქნება იქ მე გოეთეს ხო და ეს თვითონ გოეთეს განათლების პრობლემები არის ძალიან სერიოზულად დაყენებული ამ ნაშრომში ამ თვალსაზრისით. ეს თვითონ გოეთესაც აწოლებს ეს საკითხი, ხო? მისი თანამედროვე განათლების სისტემა და ეს პრინციპში პერსპექტივაში ძალიან საჭირო და მარადიული პრობლემა. აკადემიური სივრცე უნივერსიტეტები თქვათ რა ტიპის ცოდნას გადაცემენ? ეს ცოდნაა კი ბატონო პროფესიული ცოდნაა, მხოლოდ თუ ასევე სულიერ შემეცნებითი ცოდნა. თუ მხოლოდ ეს არის ცოდნისთვის, სადაც მხოლოდ გროვდება ეს რაღაცა თეორიული სწავლება და რომელიც არავის აფიში არ გამოადგება. მაგრამ არის ეგეთი საგნები, ყოველთვის იყო არის და იქნება, ხო? მაგრამ ეხლა განათლების პრობლემებს შევეხეთ ჩვენ და ძალიან ავთენტურად გამიჩნდა ეს კითხვა, რომ ქართულ უმაღლეს განათლებაში რა პრობლემებს ხედავ? ქართულ უმაღლეს განათლებაში აი როგორ გითხრათ ესე იგი ძალიან მასშტაბური პრობლემაა ასეთი კითხვები მაქვს მაგრამ ერთადერთი მთავარი პრობლემა მე ხა პირველი ხა რაც გამახსენდა უცბად ხო ეს შეიძლება იყოს ბაზისური პრობლემები ხო რაღაცა საყოფაცხოვრება ელემენტარულად სტუდენტების კი ამბობთ რომ სტუდენტზე ორიენტირებული მაგრამ გამოდის რომ ელემენტარულად სტუდენტს ხო უნდა კონდეს საცხოვრისი არა თქვა რომ ჩამოდის რამდენი სტუდენტს ვიღებთ ხო რეგიონებიდან არა ხო და იმ სტუდენტს თუ არა საცხოვრისი და წესიერი ნორმალური საცხოვრებები როგორ ისწავლის ხო აი ეს პრობლემა საყოფაცხოვრებო პრობლემა დღემდე მაინც მოუგვარებელია ამას მოვაგვარებდი ხო პირველ რიგში მე მაქსიმალურად რაღაცნაირად უფრო მეტ სტიპენდიებს დაუნიშნავდი გავზდიდი რომ რაღაცნაირად ხელმისაწვდომი იყოს მათ ხო რომ სტუდენტმა არის ფიქროს მაგრამ იმაზე იმიტომ ეს პრობლემა გვაქვს სტუდენტები სწავლობენ თან მუშაობენ ეს ყველა ვეღარ ორიენტირდებიან მეცადინეობაზე ვერც ორიენტირდებიან და ნუ დაღლილებმა რა უნდა ისწავლონ მე ხო ამიტომ მე იმას მომიფიქრებდი რომ რაღაცნაირად გავზდიდი სტიპენდიებს მასშტაბურ რაღაცა мотиваცია რომ უფრო კი არის ეს კარგია და მივესალმები რომ არის სტიპენდიები ეძლევა სტუდენტებს მაგრამ ამას გავაათმაგებდი თუ არ გავაათმა რაღაცა ისეთ პირობებს შევუქმნიდი ფინანსურად სტუდენტებს რომ რაღაცნაირად თავი გაეტანა თავიანთ სტიპენდიით და არ ემუშავათ რაღაცა და დროში ხო აი ეს საკითხებია ძალიან მნიშვნელოვანი ხო თქვა თუნდაც კარგი. გადავიდეთ მაშინ მთავარ თემაზე, ენობრივი ქსოვილი მხატვრულ ლიტერატურაში. რა არის ეს ენობრივი ქსოვილი აგვიხსენი? ენობრივი ქსოვილი არის თვითონ არის ეხა სოციალური ამბოს ენა სისტემაა, ხო რაღაცა. ენობრივი ქსოვილი ეს ცოტა უფრო პოეტურად არის. ხო ქსოვილია ეს ერთგვარი რაღაცა იმის იქსოვება და თან ეს არის უსასრულო ეს ენა როგორც უსასრულობა და ის ქსოვს მე თვითონ ნაქსოვი არის ტექსტი ხო ტექსტურა რაც არის ხო ლიტერატურული ტექსტი თქვა სიტყვაზე რა ხო და იქ ნოვალისი გერმანული რომანტიკოსი შენიშნავდა სწორედ რომ ესე იგი თვითონ არის აქსიომაა რა ის ამბობს რომ ენა უშუალოდ მიმართულია უბრალოდ პოეზია და შემოქმედება უშუალოდ მიემართება ენას უნებრივია ეს, მაგრამ ეხლა აქ მე დგება საკითხი ეს საკუთრივ ეს ენა, პოეტური ენა როგორია, ხო? და აქ პრინციპული მომენტია ეს რომ ის უნდა განსხვავდებოდეს. აუცილებლად. ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ენისგან, იმიტომ რომ პოეზიის შემოქმედება ეს ითხოვს რომ რაღაცა შემოქმედი და პოეტი იყენებს ისეთ ენას, კი ბატონო, ის სარგებლობს იმ მასალით, რაც არის მის ეროვნულ ენაში, დედა ენაში.
მაგრამ კარგი გაგებით პოეტმა უნდა იძალადოს რა საკუთარ დედაენაზე. სხვანაირად არ გამოვა რა. ასე აკეთებდა გალაქტიონი, ასე აკეთებდნენ გერმანელი რომანტიკოსები, ხო? იმიტომ რომ ეხა ენა როგორც სისტემა ნიშნავს იმას, რომ ეს სისტემა უნდა ააფეთქოს დაანგრიოს პოეტმა. ამაშია მის სიძლიერე. იმიტომ რომ ეხა არის კიდევ ეს ცნობილი ისა ხო, რა ქვია გამონათქვამი, ეხა ენის პოეტური ფუნქცია. ხო. ენის პოეტური ფუნქცია ნიშნავს იმას, რომ პოეტური ფუნქცია ნიშნავს შემოქმედებითი ფუნქცია. ეს ნიშნავს იმას, რომ პოეტი უკვე რაღაც თავის თავს ამოცანას უსახავს, რომ იმ მასალის საფუძველზე, იმ რაღაცა ლექსიკური მარაგი რაც არის და გრამატიკული სტრუქტურები რაც არის, ხო? იმის საფუძველზე და იმ ძალის საფუძველზე, რაც მის დედაენაშია, გამოიყენოს მაქსიმალურად და ამის საფუძველზე შექმნას ახალი ენა შექმნას, მეტაენა, თავისი პოეტური მეტაენა, ხო? ანუ საკუთარი დედაენა უფრო შემოქმედებითი გახადოს და შესაბამისად გავიდეს საკუთარი დედაენის სისტემის მიღმა, ხო? იმიტომ რომ ეხა დედაენასაც თავისი მშობლიური ენასაც თავისი ისა აქვს, ხო? ქვედა ჩარჩო, როგორც სისტემა გრამატიკული, ლექსიკური, მაგრამ პოეტურებაც ეს არის, ანუ საკუთარი დედაენის შემოქმედებით ენად უნდა გარდასახოს. ანუ ახალ-ახალი შესიტყვებები, ახალი ლექსიკური ერთეულები, გიადონა, ხო თქვა. გალაქტიოთა, ხო? ეხლა თანა გრამატიკულად და სხვა საინტერესო ფორმაა, მაგრამ ეს გიადონა უკვე რაღაცნაირად საკუთარი მშობლიური ენის ნორმებს არღვევს და უკვე პოეტური ფუნქციაც ეს არის. ანუ ენას ენიჭება შემოქმედებითი ფუნქცია. და ამის საფუძველზე უკვე ხდება სამყაროს ახალი დაფარული წახნაგების გახსნა, იმიტომ რომ გერმანელი რომანტიკოსებს მიუთითებდნენ, იმიტომ რომ სამეცნიერო ენა, ფილოსოფიის ენა ამ ენაზე მაღლა, ეხა იმაზე აღარ ლაპარაკობთ, საყოფაცხოვრებო ენაზე. თვით ფილოსოფიურ ენაზე და სამეცნიერო ენაზე მაღლა რომანტიკოსები გერმანელები და ესეც არის, პოეტურ ენას აყენებდნენ რა. თანამედროვე ლიტერატურაში წერლებმა დაიწყეს საყოფაცხოვრებო ენის აქტიურად გამოყენება და ამას ვხსნით იმით, რომ თანამედროვე მკითხველს აღარ შეუძლია რთული კონსტრუქციების წინადადებებზე ფიქრი, ანუ დრო იმდენად დაჩქარდა და ეს პროცესები ისე გაცხოველდა, რომ მას ფიქრის საშუალება აღარ აქვს და თითქოს მარტივად ვთავაზობთ ღრმა ფილოსოფიებს. ეს შემთხვევით ამ ენობრივ ქსოვილს საფრთხის წინაშე ხომ არ აყენებს. იმიტომ რომ ჩვენ ახლა ხან განვიხილეთ, რომ საჭიროა განსხვავდებოდეს ლიტერატურული ენა ამ საყოფაცხოვრებო ენისგან. ხო, ბუნებრივია, თავისთავად ცხადია, მაგრამ წერლის დიდაქტიკური მომენტი არა მარტო ის არის, რომ რაღაცა თქვათ მორალური რაღაცები ასწავლოს ან რაღაცა ახალ სამყაროს ახალი წახნაგები შეამეცნებინოს კითხულს, არამედ ენობრივი აღზაც არის. კონსტანტინე გამსახურდია სხვადასხვა 20-იან წლებში სპეციალური წერილები აქვს ენის საკითხებზე. და ამ შემთხვევაში ის თავის თავს როგორც წერილს მოიაზრებს, რომელიც თქვათ საკუთარი მკითხველის ენობრივ აღზას ეწევა, რომ გაამდიდროს მისი ლექსიკური მარაგი და არ იყოს რაღაცა შემოფარგლული მხოლოდ აი ლიტერატურული ენის პრობლემაზე წერა. ლიტერატურული ენა მაინც არის შეზღუდული, ხო, რაღაცა გარკვეული ლექსიკა. ამიტომ ლიტერატურული ენა თავის თავს აი ვერ გაამდიდრებს, აი შინაგანი რაღაცა. და გარეგანი ძალით უნდა. ამიტომ კონსტანტინეს ჰქონდა ძალიან მაგარი, ასე ვთქვათ, ენობრივი სტრატეგია. მას შემოქონდა ქართული დიალექტებიდან და აცოცხლებდა, ამიტომ დიალექტებია სწორედ ის ენის ცოცხალი დინამიური ენა, სტატიკა და სისტემა კი ბატონო, სტატიკა და სისტემა ლიტერატურული ენაა, ხო? რასაც ვიყენებთ ყოფა ცხოვრებაში, სამსახურში თუ რაღაცა ოფიციალურ მიღებებში ან მასმედიის ენა, ხო? კი ბატონო, ყველამ ვიცით, რომ თქვათ ლიტერატურული ენის სტანდარტი არის ან სასცენო ენა, გერმანელებს არის Bühnendeutsch ესეთი ტერმინი, ანუ სასცენო გერმანული. სადაც არის ეს აკადემიური გამართული, ხო, რაღაცა სტანდარტია, რომ აი ლიტერატურული ენის სტანდარტი არის ქმნის ეს თეატრის სცენიური გერმანული ენა და ეგ მაღალი დონის მეტყველება, ლექსიკა და ამ შემდეგ. მეორე სტანდარტს რა თქმა უნდა მასმედია ქმნის, ხო? მასმედია, სადაც არის ლიტერატურული სტანდარტი, გასაგებია. უფრო მარტივი მაინც. ხელმისაწვდომი იყოს ყველას. ხო, მასობრივი მასმედია, ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისიც სტანდარტს აწესებს, რომ აი ეს სტრუქტურები ვიღოთ. მე არსებობს კიდე ეს ხო არსებობს სახელმწიფო ენის პალატა, იმის პალატა დაცვა კონსტიტუციის წერა რაღაცა და ყველა ვიცავთ სიწმიდე რაღაცა, მაგრამ არის ამის მიღმა არის ენა არის უსასრულობა, ხო, თქვა, ჰუმბოლტიდან მოყოლებული, ყველა ამას უსვამს ხაზს და პოეტების, ხო, არ მოიწურება ენა, ხო, ეხლა შეიძლება დაითვალო და კი მილიონი ლექსიკური მარაგი დაითვალო და
მოაგროვე არნოლდ ჩიკობავას ლექსიკონში განმარტებით შეიძლება რომ დავითვალოთ მილიონი მაგრამ მილიონზე მილიონია პოტენციური ენას აქვს ეს და აი ეს პოეტები ცდილობენ რომ ის პოტენციაში რაც შეიძლება უკვე აი ამ მასალის მე აი თავის დაქოქოს რაღაცნაირად თავის აი როგორც არის ეს მანქანა რო ტენის ტესლა თუ რაღაცა ხო თავის ხო ტენის აი ენაც ხო აი ენაც ესე თავის აი ეს უნარი აი გამსახურდიას მიხედვით ლიტერატურულ ენას იმდენად არ აქვს, რამდენადაც ეს უნარი აქვს დიალექტებს. ამიტომ დიდარი მისი ლექსიკო, რომ მას შემოაქვს დიალექტები, გურული დიალექტები, ხევსურული, კახური, ქართული, იმერული, იგივე იმერიზმები, ეგრეთ წოდებული იმერიზმები, ხო, გალაქტიონთანაც არის, ხო, თქვათ. შემოაქვს ლექსიკა სვანური ენიდან, მეგრული ენიდან. და ეს ამდენდრებს ეს ყველაფერი, ხო? ეს ყველაფერი მე მკვიდრდება რაღაცა, ხო? თან მე ისიც არის, რომ ეს პრობლემა იყო 20-იან წლებში, რომ ტექნიკური ტერმინოლოგიის პრობლემა იყო და ეს ტექნიკური მოდერნისტი მწერალი ხარ, იქ რაღაცნაირად უნდა შენ თვითონ შექმნა რაღაც ახალი სიტყვები, რომ ეგ პრობლემა. არა, მეტნაკლებად მე მგონი დაძლეულია, იმიტომ რომ მწერლების გარდა იმ პერიოდში სხვადასხვა ტექნიკური ტერმინოლოგიის შექმნაში ხა დიდი მეცნიერები ხა ანდრია რაზმაძე რა ვიცი მე უამრავი ფილოსოფიური ტერმინოლოგია იქნება თუ რაღაცა ყველა მუშაობდა ენათმეცნიერები არნოლდ ჩიკობავები ესენი ყველა ამაზე რომ მაგრამ ეს პრობლემა თვითონ იმასაც აქვს წერალსაც მოდერნისტი მწერალი რო წერს რაღაცას ხო იმას ხო რაღაცა იქ ტექნიკურ საკითხებზე ხო თვითონაც აღწერს რაღაცას ხო ხო ჭირდება ეს ტერმინოლოგია ხა ბარბარიზმს ხო ვერ გამოიყენებს ამიტომ ამის წინაშე დგება მწერალი მოდერნისტი ქართველი მწერალი ბარბარიზმებს უნდა ვერიდოთ ხო, ბუნებრივია, არა. თუ დიალოგშია მაინც? ეხლა ეს ბარბარიზმების სლენგი რაღაცა ეხლა ჩვეულებრივი ამბავია საყოფაცხოვრებო მეტყველებაში. ეხლა თუ მწერალს შემოყავს ისეთი პერსონაჟი, ხო, თქვათ, რომელიც არის ძალიან ესეთი ასოციალური პერსონაჟია და სადღაც, რა ქვია, ეგრეთ წოდებული საზოგადოების მარგინალური და გარიყული ფენებიდანაა, ბუნებრივია ეხლა. ისაუბრებ შესაბამისად. ეგრეთ წოდებული რაღაცა, რა ქვია, აი ბარბარებს გამოიყენებს ტრუშობა. იქიდან არის, რავი, ტრუშობა როგორი. მე კარგი სიტყვა მაგისტრის. ხო, აი თუ იქიდან არის რაღაცა წარმოშობით, ეხლა გეტო, მაგრამ გეტოს უცხოურია. არა, გეტო არ არის ტრუშობა. ის კიდე ცოტა სხვა ზის მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ იქიდან არის იქ მეტაენა თავისი ენა დაყვება და ბუნებრივია მწერალმა იმეინთონ დაალაპარაკოს ასეთი ტიპის პერსონაჟი იქ ბარბარიზმი ბუნებრივია მაგრამ როდესაც ახლა ოფიციალური და მასმედია და როცა ოფიციალური ახლა იქ როგორ შეიძლება და არავითარ შემთხვევაში ხო რაღაცა ყურსჭრის და გამაღიზიანებელია გინდა რუსული იყოს გინდა ინგლისური და გინდა ნებისმიერი ხო ხო და არის ახლა ქართულ ენას აქვს ეს პოტენციალი ხო ნუ ტექნიკური ისო რაღაცნაირად იყოს ის იყოს უცხოურის და იყოს მაუსის და იყოს თაგუნაც ხო თქვა სიტყვაზე რა პრობლემაა ხო არანაირი პირიქით მით უმეტეს ეხლა შეძლო ეს ქართულ მაგალითად ბმული ხო ხო დამკვიდრდა ხო არ არის ეხლა პრობლემა ეხლა შეიძლება რაღაცა ქართული ტერმინი რაღაცა ყურსჭრიდეს მაგრამ მე ეს არის ელემენტარული რაღაცა ხო ბმული ეხლა უკვე შეუძლია არ ეს ყუზა მარტივად ეხლა დამიატაჩა და რაღაცა და მიაბი რაღაცა ხო ანუ ეს პატივისცემა საკუთარი ენის და ეხლა ეს პატრიოტიზმია რომ ჯენს ენას ზე პატივი ხო და ენის და იდენტობის საკითხზეც რო ვისაუბროთ მაშინ იმიტომ რომ ლოგიკურად მან მივედით ენის გარშე არ არსებობს დედაენა არის თავარი ეხლა იდენტობის წყაროა ხო ხო და მაგას თქვა აი მეცნიერულ ნუ ეხლა სულხან-საბა კლასიკური გაგებით ენათმეცნიერი არ იყო დღეს მაგრამ აი ჯერ კიდევ სულხან-საბა 400 წლის წინ ხო ეგრე გამოდის ხო მე ჩვენმა ხო დაახლოებით ხო 300-400 წლის წინ სულხან-საბამ აი აქცენტი გააკეთა ენაზე დედაენაზე ის სიტყვის კონა რო არის ის ჩვეულებრივი ლექსიკონი კი არ არის ის არის ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონიც არის და ამავდროულად ის არის ქართული ენის, მოდი ესე ვთქვათ, ენის ფილოსოფიური ლექსიკონიც. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ სულხან-საბა ცდილობდა ეს კონცეფცია, რომ ქართული, ესე იგი, ქართული სიტყვის კონა ეს არის დედაენის ლექსიკონი. ანუ ქართული ენა როგორც დედაენა. გააზრება. და ყველა ქართველის ენა. ეს გინდა მუსულმანი იყოს, გინდა ქრისტიანი ქართველი, ხო? აი ენა ჩვენთვის ეხლა როდესაც ქართველობის იდენტობას ვლაპარაკობთ, მეც ესე მიმაჩნია. რომ ჩვენი იდენტობის საფუძველი არის ჩვენი ქართული დედაენა რა.
სხვათა შორის, აი საბჭოთა კავშირში როცა რეპრესია მიდიოდა, ენას ებრძოდნენ. ნუ ახლა ეს ბუნებრივი, არა მარტო საბჭოთა კავშირი, მანამდე მეფის რუსეთი, ხო? და მე ბუნებრივი ეს საბჭოთა იმპერია, როგორც რუსული იმპერიას ესე თქვა, სამართალ მემკვიდრე, იქაც ეს იყო, ხო, გარუსების პოლიტიკა და ნუ სოვიეტიზაციის გასაბჭოების პროცესი, ბუნებრივია ხა იქ და იმიტომ იყო 78 წელს ეს დარტყმა ენაზე, იმიტომ ენა არის, რატომ არის ხა დედაენა არის რა. ეს იმას კი არის, რომ დედის ენა, არამედ ეს დედაენა ნიშნავს, ეს არის სამყაროს შენი მშობლიური ენის ხედვის საფუძველია. და ეს მე გაძლევს უკვე მე ეგზისტენციური დაფუძნების და თვითგამორკვევის საშუალებასაც იძლევა. ხო, ეს უკვე არის კულტურის საფუძველი. მე ქართული კულტურის საფუძველი არის დედაენა. ქართული ენის საფუძველზე ხდება ეს ლიტერატურა ხო თავისთავად, მაგრამ ეს ქართული ენას მოაქვს სამყარო ქართული ენით, ქართული ხედვა. ნუ ეს ჰუმბოლტი მე აქ მოდის ენობრივი მსოფლხედო, sprachliche Weltansicht და ეს არის და ილიამას ზუსტად ეს ხაზი გააგზელა, ხო? მისთვის ეხლა ილიას ითვალისწინებს ვითარებას, რომ ეხლა არსებობს ქართველი მარტო ქრისტიანი კი არ არის, მუსულმანიც არის, ხო? ამიტომ მე-19 საუკუნის ვითარებაში საერთო იდენტობის საფუძველი არის ენა ამ შემთხვევაში. შენ ახსენე ცოტა ხნის წინ, რომ ენობრივი აღზრდაა საჭირო და მე რომ მშობელი ვარ და მინდა რომ აღმზრდელობით სამუშაოებში ეს კომპონენტიც შევიყვანო, პრაქტიკულ დონეზე ეს როგორ მოვახერხო? კითხვით უნდა იკითხოს ბავშვმა, უნდა იკითხოს, რა ვიცი, ქართული ზღაპრები იკითხოს, რა ვიცი, ქართული ამბები, ქართველი მწერლები იკითხოს, საბავშვო მწერლები უამრავი ყავს, რა ვიცი, ამელეთ ჩამოთვალოთ ხო. ის უნდა ბავშვმა თავიდანვე უნდა იკითხოს, კითხვას მიეჩვიოს რა რაღაც. ოღონდ რა თქმა უნდა, ესეც უნდა იყოს ძალიან ტექნიკურად ისე რა რაღაცა, ეს აღზრდელობის მომენტია, რომ რაღაცა შეაპარო, კარგი გაგებით. არ დაიძულო, არამედ რაღაცა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მშობელს ბავშვი ყოველთვის უნდა ყავდეს კარგი გაგებით კონტროლის ქვეშ. ანუ ესეც ძალიან დიდი ტექნიკაა მშობლისგან და ცოდნა რომ თან დააკონტროლოს, მაგრამ ბავშვმა არ უნდა იგრძნოს, მშობელი მას აკონტროლებს, ხო, რაღაცა. ამიტომ ეს ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს მშობლისგან. მე მშობელს ზოგჯერ ეზარებათ ახლა. ეზარებათ ერთია, შეიძლება არ ეზარება, მაგრამ ნახე მუშაობს და ფიზიკურად დრო არ აქვს და რესურსი არ შეება. კი ბატონო, გეთანხმები, იმიტომ რომ გასულია სოციალური პრობლემები ესა, ბავშვები და თოკა ტელეკომპლექსური პრობლემებია ეს. მშობლები ხშირად შევიან, რომ ბავშვები აღარ კითხულობენ. მე სხვათა შორის მაგას სუბიექტურად არ ვეთანხმები, იმიტომ რომ აღიარება ხელის გულზე მკითხველებში ძალიან ბევრია თინეიჯერი და შესაბამისად მე დავინახე, რომ თინეიჯერები კითხულობენ. თუმცა, როცა მშობელი მეუბნება, რომ ჩემი შვილი არ კითხულობს, მე მისი მჯერა. რას ურჩევდი მშობლებს, როგორ შევაყაროთ შვილებს კითხვა? რაც ახლა როგორ უნდა შევაყაროთ ახლა მომენტი უნდა დაიჭირო რა. ახლა შეიძლება მშობელი ხედავს ბავშვს რომ 24 საათ სიტყვაზე ხან ეს iPhone-ი უჭირავს თუ რაც არის, ან ტელევიზორში, ან კომპიუტერშია და გონია რომ მაგრამ შეიძლება იქ შეიძლება იკითხულობს, ხო ახლა არ ჭირდება იმას, ხო არის რაღაცა რა სპეციალური პროგრამები, სადაც თელი წიგნები და რომანები და ტომეულებია ჩატვირთული და იკითხულობს, ხო შეიძლება. ახლა შეიძლება რომ თქვა იქიდანაც მე რაღაც იმპულსი მიიღოს, მე მართლა აიღოს ბეჭდური წიგნი და მოუნდეს და წაიკითხოს, ხო? აქ ერთადერთი მთავარი ალბათ აქსიომატური რჩევა ის იქნება, რომ არ ჭირდება რა დაძალება, არაფრის დაძალება არ შეიძლება. არ შეიძლება რომ ახლა წიგნის კითხვა დააძალო რაღაც. ან ესეთი მომენტიც არის რა, რაღაცა ჩვეულებრივ სიტუაციაში, რომ რაღაც სხვათაშორისოდ შეუგდოს მშობელმა თემა, რომ რაღაცაზე წამოუწყოს ლაპარაკი ვიღაც ავტორზე რაღაცა და მე ამით დააინტერესოს და მე მივიდეს ის ბავშვი ან ბეჭდურ წიგნთან მივა, ან ელექტრონულ ფორმატში წაიკითხავს და ეს. მიბაძვას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ ვიცით რომ რეალურად ბავშვი მასე იღებს ინფორმაციას და მასე სწავლობს, რომ თუ მშობელი კითხულობს, ისიც კითხვას იწყებს, მაგრამ ჩვენი შვილებისგან ვითხოვთ იმას, რომ მე არ მცალია წიგნებისთვის, მაგრამ რადგანაც შენ დრო გაქვს, მოდი შენ წაიკითხე და აი აქ ხდება ჯახი ინტერესების და შეხედულებების, რომ დედა, მამა, შენ თვითონ არ კითხულობ და მე მაძალებ, რომ წიგნი წავიკითხო. ნუ არა, ელემენტარულია პირადი მაგალითია რა მთავარი რა. ხო, იმის არის ხო სიგარეტის მოწევა, რეკლამას არ უწევ, მაგრამ უმეტესად ესეა ხო რა ვიცი მეცნიერები ამბობენ დაადგინეს ის ვინც ეწევა მშობელი ბუნებრივად ბავშვის იწყებს მე ხო გადამდებია ეს და მით უმეტეს წიგნის როცა ხედავს ბავშვი რომ მშობელი რაღაცას კითხულობს რაღაცა ხო ეს ძალიან ისე მნიშვნელოვანი ქცევის წესი ხო რა თუნდა ბავშვის ფსიქოლოგია ელემენტარულია ხო ქცევის წესი
ის მიმართულება ჩაარჩო. მით უმეტეს, როდესაც უკვე მოზარდობის ხანაში რო გადადიან, ხო? ეხლა მაგ დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ძალიან რთული, მაგ დროს ძალიან რთულდება. ხო, მაგ დროს რთულდება, მე დიდი ძალისხმევა უნდა მშობელს, დიდი ნერვების წვედა, მაგრამ აიქ, ნუ ეხლა მშობელი იმიტომ რომ უფრო მეტი ძალისხმევა რაღაც მომენტში უნდა გამოიჩინოს, ხო? ბოლო თავშვილია ხომ დააგზავნოს. ამიტომ ეს პირადი მაგალითი მნიშვნელოვანია. მშობლის ქცევის წესიც მნიშვნელოვანია, ხო? სახში როგორ იქცევა, რა შვება, როგორ მეტყველებს, როგორ ზის და წევს არ არის პრობლემა. წამოწოდა. პირიქით, ჰერმან ჰესე მაგას გვეუბნება, რომ წიგნი რო წაიკითხო და გებრე. ო, თან ისე ლაღა წამოწოდა. მე ჰერმანი ძალიან მიყვარს. კი ბატონო, ხო და ეს ასე ზახის ხო უსაქმურობის ხელოვნებას. Kunst des Musikgang ხო ესე ამბობს. ხო, წამოწვევი ლაღა და იკითხა, რა პრობლემაა, ხო. დავუბრუნდეთ ენას. სამწერლობო ენა უბრალოდ ავტორის აზრების გადმოცემის და პერსონაჟების გაცნობის საშუალებაა, თუ შეიძლება ცალკეულ ასპექტად და განყენებულად განვიხილოთ, როგორც მხატვრული ღირებულება. თავისთავად ცხადია, აბარა. იმიტომაც იქნება მე, ხო, ვაჟას ლექსიკონი, გალაქტიონის ლექსიკონი და ასე შემდეგ, ხო? გოეთეს ლექსიკონი, რა ვიცი. ბუნებრივია, იმიტომ რომ ყველა ავტორი მის ინდივიდუალობა კი, შემოქმედებითი თემები, ტექსტების სტრუქტურირება ამაში ვლინდება, მაგრამ რა თქმა უნდა, ენა, სტილი, ასე ვთქვათ, ხო? და სტილი ეს მარტო გარეგნულის არ არის, ხო, რაღაცა ეგ მომენტი, არამედ სულიერ მომენტია სტილი, როგორც რაღაცა სულიერ შემეცნებითი ინტიმური მდგომარეობა პოეტის, ხო? ეხლა ეს რომელიც კი ბატონო გარეგნულად ფორმდება რაღაც, მაგრამ იმას ფუნდამენტი აქვს, იმიტომ რომ მისი ის წერლის ენა არის წერლის ენა, ეს მისი ეგრეთ წოდებული მეტაენა, ანუ საკუთრი მისი უნიკალური ენა, ხო? ამიტომაც გალაქტიონი, ვაჟა, გამსახურდია, რომ აი რაღაცა ესეთი, სხვათა რობაქიძეს აქვს ძალიან კარგი ის გამოთქვა, ესეც ესე დაასათაურა. სიტყვის როია უყვარს ახლა. სიტყვის როია, ანუ სტიქია. ენობრივი სიტყვიერი სტიქია, ხო, რაღაცა მოდის მოვარდნილი, დიონისური, გიტაცებს, გათრობს, ესთეტიური შეგრძნებებია, გაგიჟებს რაღაცა, მე შემეცნებითი მომენტები იხსნება და ეს არის. და ახლა ყველა დიდი მწერალი გვაგიჟებს, ხო, ნამდვილად. ხო, ეს არის, ხო, მთავარი. იმიტომაც ამბობდა სხვათა შორის თომას მანი ნიჩეზე. ნიჩეს უწოდებდა გერმანული ენის დიდ არტისტს. ეს იყო რა, იმიტომ რომ ყველა აღიარებს თვითონ ნუ ჰესეს, თომას მანიც და არაგერმანელი ავტორებიც, რომ ნიჩეს ენა, ნიჩეს ფილოსოფიური ენა რაღაცა მაგიური და დამმუხტველი და დაწუნებია რომ კითხველიც ეთანხმება ამ მოსაზრებას. ხო და ნიჩეს ჰქონდა ძალიან დიდი გავლენა თვითონ გერმანელ მოდერნის ავტორებზე, თომას მანზე, ჰესეზე, შტეფან გეორგეზე, სიმბოლისტი პოეტი განსარევ გერმანელი. იქ ავსტრიელებიც უნდა ვახსენოთ, მუზილი, ბროხი. ესენი გარკვეულწილად მეტნაკლებად იგივე კაფკაც თუნდაც. ყველანი მეტნაკლებად ნიჩიანელები არიან იმ გაგებით, რომ მათ ნიჩესგან მეტნაკლები რაღაც გავლენები ჰქონდათ. შეუძლებელიც არის ალბათ რომ გავლენის ქვეშ არ მოექცე, როცა ასეთი ძლიერია მწერალი ან პოეტი და შენ მის ეპოქაში ხარ, ან თუნდაც გისწრებდა და შემდეგ მასზე გაიზარდა მის ტექსტებზე. რა კავშირია ენასა და რეალობის აღქმას შორის? ფუნდამენტური. ეხლა ჯერის იდეალისტურ ფილოსოფიაში ხო ესეა, რა თქვა, სუბიექტი, ობიექტი, ხო? სუბიექტი, თქვა, ადამიანის სიტყვაზე და გარე სამყარო, ხო, ეს ობიექტური რაღაც მონსემულობა, მაგრამ ეხლა ეს იდეალისტური ფილოსოფიის წარმომადგენელი, კანტი, ხო, თქვა და ნუ მე ფიხტე ცოტა სხვანაირად ამას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ზოგადად იდეალისტურ ფილოსოფიაში როგორ არის, ეხლა ჩვენ გარე სამყაროსთან უშუალო მიმართება არ აქვს, ხო, ცხოველებისგან განსხვავებით, იმათ ინსტინქტების ზონაზე უშუალოდ აქვს მიმართება, მაგრამ ჩვენსა და სამყაროს შორის არის ჩვენ ცნობიერება. აზროვნება. ხო, ანუ შესაძლოა უკვე აზროვნებაში გადადეს, ხო? ამიტომ ჩვენ გარე სამყაროს საგნებს რაღაც ინტერპრეტირებულად მივიღეთ, ისე როგორც ჩვენი ცნობიერება გვაწვდის. მე ახლა ამის ფიხტე, ამის რადიკალიზებას ახდენს, რომ ჩემი ცნობიერება, თქვა, დგას იმ გარე სამყაროზე მაღლა, ხო? მაგრამ აქ მე მოდის ეს ვილჰელმ ფონ ჰუმბოლტი, სხვადასხვა ფიხტიანელ, კანტიანელი იმ ფილოსოფიაზე აღზრდილი, მაგრამ ის კორექტივი შეაქვს. ის ცნობიერება მე სწორედ ენას ეფუძნება. და ეს ენა არის მე უკვე უფრო კონკრეტულად დედაენა.
ასე რომ მივდივართ ნაბიჯ ფაქტობრივად. ხო, ეს არის რა სკოლის ფუნქციას ეგ არის, რომ დედაენობრივი აღზის პრინციპია მთავარ. აი მე რო ვახსენე ბატონი გურამ რამიშვილი პროფესორის გერმანულენოვანი სკოლა რო დააფუძნა. ის სწორედ ეს ჰუმბოლტიანული იდეები იყო რა, მოცემული რომ უცხო ენის სწავლებაშიც მთავარია რომ უცხო ენა იყოს არა მხოლოდ რაღაც კომუნიკაციის საშუალება, არამედ იმ უცხო ენის გავლით შევიდეთ ამ აზროვნების გაფართოება და კულტურაში და შემეცნებაში. როგორ ხედავს გერმანული ენა სამყაროს? ყველა ენა თავისებურად ხედავს სამყაროს, ხო? ინდიელების ენა და რა ვიცი, მე 1000 რაღაცაა რა. როგორ არის გონია ენები, სადაც ეს არ ქართველები? არის, ხო, ეს რა ქვია და იმას რომ დავამთავროთ, ხო, ის თემაა რა, ბოდიში, რა ქვია. ასე რომ ჩვენსა და გარე სამყაროს შორის არის ენა. და კერძოდ მშობლიური ენა, დედა ენა და ჩვენ საბედნიერო თუ სამწუხარო თუ რაც არის, ჩვენი ენის, რა თქმა უნდა, საბედნიერო, ჩვენი ენის არხით ხედავთ სამყაროს მე. აი მაგას მიემართება ეს კითხვაც ახსენე რომ ყველა თავისი ენის პრიზმით აღიქვამს სამყაროს. შენი აზრით ქართველებისთვის რა არის ეს უნიკალური ნიშა? აი ჩვენი ენა რას გვაჩვენებს ისეთ სამყაროში, რასაც შეიძლება გერმანელი ვერ ხედავდეს. ნუ რა ვიცი, აი იგივე რობაგიზეს დავესესხე, მაგას უყვარდა ეხლა ეს. სხვათაშორის ისის გარკვეულწილად ჰუმბოლტიანელია ეს წერილები რაც აქვს ლიტერატურაში და ენაში, აი მუდამ ცდილობს ეს ქართული ენის ძალა, კრაფტ, ხო? სხვათაშორის ჰუმბოლტის ამ ტერმინს ხმარობდა ძალა, ენობრივი ძალა, ძალმოსილება. და სხვა ენაში არ შეხვდება აი თვალი ჩაუდგაო ყურძენსო, ხო? სამწიფობს ყურძენი თვალი ჩაუდგა. ანუ თვალი ჩაუდგა ეს მეტაფორული რაღაცა, რომ მზე ჩავიდა და მთელი მითოსია და რაღაცა და. აი ეს არის მშობლიური ენა რა. აი ეს რაღაცა სხვა წახნაგით გაჩვენებს მთელ სამყაროს რა. და თან ეს ესთეტიური მომენტია რა, შენ ტკბები, შენ დედაენა მარტო ის კი არ არის რომ რაღაცა შენს ქართულ ენაზე რაღაცა კომუნიკაცია კონდეს და აზრები გაცვალო გამოცვალო, არამედ ეს შენი მშობლიური ენა, შენი ესთეტიური შენი გამოძახილიც არის. ხო, რა თქმა უნდა, შენი ესთეტიური მომენტია, შენ ტკბები ამის, ხო, პოეზიის და პოეზია ეგ არის, ხო, თვალი ჩაუდგა ყურძენს და რა და ასეთ უამრავია რა. შეიგრძნობს სრულად. ხო, აი განიცდი ხა დედაენა, ანუ შენ შეიგრძნობ მთელ სამყაროს, სამყაროს იქ მერე უკვე ეს ეგზისტენციალური მომენტებიც მე გეხსნება. აი სხვათა შორის ეს ძალიან ხშირია ეს პრობლემები რა, აი ეს დეპრესიები რატო ეწყებათ ემიგრანტებს? არა, შეიძლება ხა ქართველია, ჩინელია თუ რა ვიცი, ხა თუნდაც გერმანელი რაღაც. დეპრესიის ერთ-ერთი მთავარი ის არის, რა ქვია, მიზეზი არის ის, რომ ის ენას კარგავს მშობლიური ენის დეფიციტი. იქიდან იწყება. და ფესვებთან შემხებლობაც აღარა აქვს ისე. რა თქმა უნდა, ხო, აი ეს იქიდან მოდის, აი ხშირად ეს დეპრესიული ფონი რაც არის. ნოსტალგია თავისას შორის. ბუნებრივია, ხო? იმიტომ რომ ის მშობლიური ენა გაძლევს შესაძლებლობას, ეს ეგზისტენციური მომენტი რაღაცა დაძლიო. გადალახო. აი შინ რომ შენ სახში იყო, შინი რასაც ქვია, იმიტომ ამოდა ახლა ეს რა ქვია. აი ჰაიდეგერი, ხო? დიდი გერმანელი ფილოსოფოსი. ეგზისტენციალისტია უაბრალოდ ეგზისტენცია არ არის. უფრო ის არის ონტოლოგიას, ყოფიერებას არკვევს და ენა როგორც საკუთარი შინი სახლი, დასუჰაუზე, ხო? ეგ არის რა. ძალიან მაგარი აქცენტია, აი ძალიან. ხო, შემთხვევითი არ არის რომ ჰაიდეგერი, ხო? თავის ბოლო ფილოსოფიურ კვლევებს ენას უძღვნის და პოეტებს უძღვნის და გერმან პოეტებს იკვლევს, ჰოლდერლინი, იგივე შტეფან გეორგე, იგივე ჰუმბოლტი, ნოვალისი. აი უბრუნდება, აი სწორედ ჰუმბოლტსაც ხშირად მიმართავს ამ ეს სპეციალური წერილების კრებული აქვს გზად ენისაკენ, Unterwegs zur Sprache. და იქ სწორედ ამ გერმანელი, აი დიდი პოეტების, კლასიკოსი პოეტების საფუძველზე არკვევს იმ მასალაზე, არკვევს ის ენის არსი, გერმანული ენის არსი გამოაქვს რა. ხო და ძალიან საინტერესოა ენის ფილოსოფოსი გახდა მე ბოლოს ფაქტიურად. იცი რა მაინტერესებს, დრო რო გადის, ენა იცვლება და ეს ძალიან ბუნებრივია, ენა ცოცხალი ორგანიზმია და ასეც უნდა იყოს. ენის ევოლუცია როგორ აისახება ნაწარმოებებში? ერთი მხრივ როგორ აისახება ტექსტზე, მეორე მხრივ მკითხველზე და თავად ავტორზეც კი. ხო, არა, ეს კიდე ცალკე პრობლემაა, კარგი გაგებით, რომ ენის განვითარებას, განვითარება რას ნიშნავს? ენის განვითარება კი არა, არამედ ევოლუცია, არამედ განვითარებას არ ვიტყოდი, ძალიან ცუდი ის არის, რა ქვია. ამ შემთხვევაში ჯობია იყოს, აი, რაღაც ახალ ეტაპზე ასვლა ენის. ახალ ეტაპზე ასვლა. კი, შეიძლება იყოს დაქვეითებაც მართალია, სადაც უკვე მცირდება მწირია ლექსიკა და რაღაცა, მაგრამ არის ვითარება, როცა ენა ვითარდება, მაგრამ ეს ესეთი სტიქიური პროცესია, ამას ვერავინ ვერ აკონტროლებს.
უბრალოდ მე რაღაც თაობებთან რაღაცნაირად ანუ მე მინდა იმის თქვა მინდა რომ დედაენა და ენა ადამიანს ხო და საზოგადოებას და თაობებს და წერალით ვინც წინასწრებს რაღაცნაირად ხო ეს რაღაცა ისეთი დინამიური პროცესია რომ ადამიანს და ერს და მასზე კონტროლი არ შეუძლია საკუთარ ენას ვერ აკონტროლებს სტიქია ეს ვერ გააკონტროლებ რაც არ უნდა იყოს ამდენად ეს ცვლილების განვითარება ვითარცა ცვლილება ევოლუცია ახალ ფაზაზე გადასვლა ხო ენის სტიქიურად ხდება და ის უკვე ამ რაღაცნაირად კითხველი ამას ხდება და მე ხდება და იმას იღებს ამ ყველა ტექსტების უკვე მე მწერლები მოდიან და ისინი რაღაცნაირად ცდილობენ რომ ეს ენის ეს პროცესი სტიქიური პროცესი გააკონტროლონ თავენ ტექსტებში მოაქციონ და მე ეს თქვა რუსთველუს ვეფხისტყაოსანი როგორც ენობრივი აღზრდის ისა ხო ტექსტი არა მარტო სულიერ შემეცნების არამედ მე რუსთველი აწესოს მე სტანდარტს რომ აი ესეთი ენა რუსთველამდე იყვნენ ჰიმნოგრაფები ანუ წერლები აკონტროლებენ მე საკუთარ მშობლიურ ენას რომელიც არის სტიქია რაღაც მოვარდნის სტიქია და ისინი ცდილობენ რომ მე უკვე რაღაცა სტანდარტები დაადგინონ და ეს სტანდარტები რაღაც თაობიდან თაობას გადაეცემა. მე მოდის ახალი პოეტი, ახალი მწერალი ის თავის სტანდარტს ხვის და ასე შემდეგ. ხო, არ შეიძლება რომ ენა გაიყინოს რაღაცა იქ ყარი გრამატიკული ნორმები არის, მაგრამ მარტო ეს არ არის, ხო? რა თქმა უნდა. ხო და ანუ ენამ რომ თავში პოტენციალი აღმოაჩინოს, ამას ხელს უწყობს პოეტი მწერალი, ეს ნიჭე რაღაც გალაქტიონები და ასე შემდეგ და ისინი მერე უკვე ამარაგებენ ახალ ეტაპზე გავყავთ ენას. ანუ ენის ახალ ეტაპზე გასვლა მაინც უკვე მწერლებს უკავშირდება. იგივე სულხან საბას უკავშირდება, ხო? დახვეწა სულხან საბას პროზა, საოცრება. ხო ვითომ რაღაც ესეთი გამჭვირვალე სტილია და ძალიან ვითომ მარტივი აღსაქმელი, მაგრამ ძალიან დიდარი ლექსიკა იქა და ასე რომ შინაარსიც არა მარტო. ახლა შინაარსის თავისთავად, ხო. იქ ფორმა და შინაარსი სულხან საბასთან არის უმაღლეს დონეზე, ხო. ამიტომ ხალხო უნდა მოვწოდებ აქედან. კი ბატონო, უნდა ვიკითხოთ ეს ხალხი, უნდა ვიკითხოთ ქართველი მწერლები, ძველებიც, ახლებიც, თანამედროვეებიც, პოსტმოდერნისტებიც ყველა, იმიტომ რომ ენის ჯეზეთი ტექნიკური მომენტია, კონდეს დიდარი მარაგი და იმასაც მიუთითებს, ხო, განათლებას ადამიანს რაღაცა. უფრო თავდაჯერებული ხარ საუბრისას ასე. ხო, რა თქმა უნდა, თან ის არის, რა ქვია, თან შენ თავს წარმოაჩენო, რა თქვა სიტყვაზე, მაგრამ იმას დავანებოთ თავი. ყოველ შემთხვევაში საკუთარი მშობლიური ენის ღრმაცოდნა ესთეტიური მომენტია, ხო, ტკბები ამით, ხო. სიამოვნებას განიცდი და ეს საკუთარ თავს არ უნდა წაართვა. ხო, და ამიტომაც არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ნუ მე პატრიოტიზმიც არის, პატრიოტი ხარ, იქ რაღაცას უკითხულობ, რაღაცა შეგნება ცოტა მაღალ დონეზეა ადის, ხო? ცნობიერება, ფართოვდება, ეროვნული შეგნება და ყველაფერი, რა ვიცი, კომპლექსური ამბავია. რა არის ავტორის სტილი და როგორ ყალიბდება ის ენობრივი არჩევანის საფუძველზე? რა კომპონენტებისგან შედგება ეს ლიტერატურული სტილი? მაგალითად, ლექსიკა, სინტაქსი, რიტმი, ტონი და ასე შემდეგ. ხო, ნუ ბუნებრივი არის, რაც თქვენ თვით ეგ არის ყველაფერი, მაგრამ აქ არის მერე მნიშვნელოვანი ეს მასალა რაც არის, ხო, ამას შეიძლება კომბინირება. ხო, ახალ-ახალი შესიტყვებები, აი გიადონა რას თქვი, ხო, თქვა. ჭავლეს მოხდა მადონა რაღაცა ეს. ამას ეს ჩვენი ნოვალისი, გერმანელი რომანტიკოსი მათემატიკურ ტერმინს იღებს, ლოგარითმიზებას ეძახის. ლოგარითმიზება ამ შემთხვევაში ნიშნავს უსასრულო ვარიანტების და კომბინაციების უსასრულობას, ხო? ამას ნიჭი უნდა, ეხა ეს არ ხდება, ხო? ხო, ამიტომ ვისაც ნიჭი აქვს და გალაქტიონი თქვათ, არა მარტო გალაქტიონი ყველა და თუნდაც ვაჟა არ ამბობდა ამას, მაგრამ ვაჟასაც კარგად ჰქონდა თავისთავად გაცნობიერებული, რომ ის დიდი იყო და რაღაც, ყველა მწერალი და პოეტი ეგრეა. ხდებიან, ანუ ვინც არიან? რა თქმა უნდა ხდებიან, ეხა იციან და ამავდროულად იმასაც აფიქსირებენ, რომ ესე იგი მათ შესწევთ უნარი რომ ეს თავიანთი სტილი ამ შემთხვევაში როგორც საკუთარი მშობლიური ენის ძალმოსილების და ძალების უფრო ახალი ძალების წარმოჩენა და გაფართოება რა. ხო? აი ეს მომენტია, ეს ცნობიერდება მწერლების მიერ, ხო? იგივე გოეთესთან და რა ვიცი, საშენს არის რა ქვია. ძალიან დიდი, თვითონ მწერლისთვისაც ის არის რთული მომენტია. სვაცშოს კონსტანტინე ამბობდა, ხო, როგორ წერ მეკითხებიანო და როგორ, ანუ ეს არაცნობიერი წერის პროცესია რაღაცა, მე იქ გამომედევნებიან მარჩბივი სიტყვები და რომელი ავარჩიო და რაღაც, ხო, მე არის რაღაცა კრიზისიც ეწყებათ მე. ესეც არის სხვათა შორის, ესეც მწერალი ეხა ეგრე არ არის რა, რომ რაღაცა
ჯადოქარი არ არის. ხო, ჯადოქარია, მაგრამ ყველა მწერლს აქვს თავის კრიზისი რა. მოიწურება და ამაზე სხვათა შორის აი მოდერნისტი ავტორები წამოწევენ ამ საკითხს. რომ ვერ წერენ. და ხშირად ისე მოხდა რომ ვერც დაუწერიათ. აგერ ავიღოთ მიხეილ ჯავახიშვილი ავიღოთ, სადაც ამხელა პაუზა აქვს, ხო 900-იან წლებში წერდა. და მე ვთქვათ, მთელი 10-იან წლებში აფერად 20-იან წლებში აფერად დაუწერია, ავი ლამის 15-20 წელი ვერ წერდა ვერაფერს. მე ისე ასე ვთქვათ გაეხსნა, ხო? ხო, ისე მე რომ მკითხო 900-იან წლების ის უფრო მძლავრია, რა ქვია, მიხეილ ჯავახიშვილის, ეს ფსიქოლოგიური და იქ უფრო მოდერნისტია და აქეთა, ხო, ეს უკვე სხვა საკითხია, ყოველ შემთხვევაში ძალიან დაუფალე, ხა ძალიან ეს არის, ხა ჯაყოს ხიზნები მე მიყვარს ჯაყოს ხიზნები. არა, მე მიყვარს ისა, რა ქვია, კვაჭანირაძე და თეთრი საყელო, მაგრამ ამ ფონზე მე იმის თქმა მინდა რომ და მიუმართავ კიდე კრიტიკოსებს მომავალს და შემდეგ რომ მიაქციონ ყურადღება მიხეილ ჯავახიშვილის 900-იან წლების ისა, რა ქვია, ნოველისტიკას და მოთხრობებს. ეს არის ისეთი აუთვისებელი მადანია რა. ხო? ის ნატურალისტური მომენტებით, ფროიდიზმით, ზნობიერების ნაკადი უამრავი რაღაცაა რა, იქ ისეთ საოცრებებია რა, რომ უბრალოდ კვლევი მე მინდა რომ კითხვასაც მივმართო, რომ წაიკითხო 900-იან წლების პროზა და ასევე ესე რა ქვია, კვლევარებსაც რომ იკვლიონ ეს მიხეილ ჯავახიშვილის 900-იან წლების ნოველისტიკა და მოთხრობები რა. ხო, კიდევ შემიძლია ჰოფმანსტალი ვახსენო, ავსტრიელი სიმბოლისტი პოეტი. ესე იგი 18 წლისა იყო საერთოდ მთელს ავსტრიაში გაითქვა სახელი როგორც გალაქტიონივით, ხო? ეს საოცარი სიმბოლისტური ლექსები დაწერა და მე ვეღარ წერს. კრიზისი აქვს. მე ვეღარაფერი ვერ დაწერა რა. მე უკვე რომ დაგვინდა რაღაცა, ასე იგი წარმოიდგინეთ, ესე იგი 1890-იან წლებში დაწერა ეს. 90-იან წლებში ეს პირველი პოეტური კრებულები, 18-20 წლის ბიჭია რა და მე 1920-იან წლებამდე ვერაფერი ვერ დაწერა. 1920-იან წლებში აქ მე რაღაცა დრამები რაღაცა და ის მნიშვნელოვანია რა. მე სხვათა შორის მაგას ჰქონდა სპეციალური წერილი დაწერა, ფიქციონალური გამოგონილი წერილი და ვითომ ეს ვიღაცა ტიპი თუ თვითონ ვიღაცა გრაფ ჩანდოსია გამოიგონა ეს გრაფი ჩანდოსი თუ ვიღაცა და ვითომ მას წერს, ასეც ქვია ამას, რომ წერილი გრაფ ჩანდოსისადმი. და ეს ეძღვნება ენას. ой, რა საინტერესო. და იქ წერს ის გულახდილი ის არის, ახსოვრო რომ ვეღარ წერს. უკვე ენა უსხლტება და ეს ენებრივი კრიზისია და რაღაცა და მისთვის როგორც შემოქმედისთვის ძალიან დიდი და ვერ წერს რა. ესეც კიდე ცალკე საფრთხეა თვითონ მწერლებისთვის. როგორ უნდა დაძლიონ ეს კრიზისი? ხო, სულ ჰესესაც ხონდა სხვათა შორის ეს კრიზისი, ხო. პირველ მსოფლიო ომამდე და მერეც. არ ვიცი, ალბათ ესეც ინდივიდუალურია. მე რა ვიცი, რა რჩევამდე მე წერალი არ ვარ ეს გამოცდილება, მაგრამ მაგაზე შეგედავებოდი. თეორიულად შეიძლება, ალბათ უნდა იმოგზაურონ რა, მოგზაურობა. შთაბეჭდილებების შეგროვა. ხო, რა თქმა უნდა, მოგზაურობა ალბათ და ადამიანური ურთიერთობები რა, მოგზაურობა და ადამიანური ურთიერთობები ალბათ არის ის მექანიზმი, რაც ალბათ წერალს რაღაც აი კრიზის შემოქმედებით და ენობრივ კრიზის დააძლევინებს რა. ახსენე რომ ყველა მწერალმა და პოეტმა იცის ვინ არისო, სად გადის ზღვარი განდიდების მანიასა და საკუთარი თავის და ნიჭის გაცნობიერებას შორის. ხო, აქ კიდე ძალკე ნიჭზე უნდა ვისაუბროთ. თვითირონიის ნიჭზე და თუ აქვს წერალს ეს თვითირონიის ნიჭი, მაშინ აი ამ იმას დაძლევს რა, ამ დილემას დაძლევს რა და თავში ძალიან არაუმარდება რა. ხო, და ამიტომ მომავალ წერლებს რჩევას მივცემ რომ არა გივარდეთ თავში. ამის საფუძველია რომ იყვნენ თვითირონიული რა. ყველა დიდი მწერალი არის თომას მანი, ჰერმან ჰესე. ხო, თუნდაც გალაქტიონის, ხო. ესენი ძალიან თვითირონიული იყვნენ და თვითკრიტიკულნიც რა. შეიძლება ეს თვითკრიტიკა არ გამოდის წინა პლანზე და თვითირონია, მაგრამ მოკლედ ეს თვითირონიის ნიჭიც კიდე ცალკე ნიჭია და ეს შეაძლებინებს წერალს რომ რაღაცა ეს განდიდების მანიით არ იყოს შეპყრო. თუ განდიდების მანიამ თუ შეიპყრო, ის უკვე წერალი აღარ არის, ვეღარაფერს ვეღარ დაწერს. სტაგნაციაში მოხდება აუცილებლად. საშინელი სტაგნაცია და ეს თვითირონიის ნიჭი არის სწორედ ის მთავარი ისა, რა ქვია, სულიერი
ერთგვარი ფსიქოლოგიური სულიერი ძალა, რომ სწორნასწორობა შეენარჩუნებინოს წერილს რა. იმიტომაც ამბობს ხო ჰესე იმ თავის ტრამალის გელში, რომ იქ მაგიურ თეატრში რომ შევდივართ, იქ არის მოთხოვნა, რომ უნდა ის სიცილი არის მოთხოვნილი, ხო? სიცილიან თავა ეს თვითირონიული. კულმინაციურ მომენტშიც ეს სიცილი ლაიტმოტივად გასდა. რა თქმა უნდა, აბა რა, ხა, იმიტომ რომ სერიოზულობა ისაც არ აკლია ყოფა ცხოვრებას, ისაც არ გვაკლია სერიოზულობას თხოვენ ხო რაღაცა დარგებში, საქმიანობაში ხო? განსაკუთრებით პროფესიაში ხო, უნდა იყოს კი ბატონო, ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ არის ახლა ცხოვრება მარტო ამისგან არ შედგება, სერიოზული მხარე არის სიცილის, ანუ აქ სიცილი როგორც სილაღე და სიცილი როგორც შემოქმედებითი, შემეცნებითი მეთოდია ეს. და როგორც კომუნიკაციაც ალბათ. რა თქმა უნდა, კომუნიკაციაც და ახლა სიცილის გარეშე დიდი შემოქმედება არ არის რა, იმიტომაც არის რომ ეს ნიჩე თვითონ უჭირდა სიცილი, მაგრამ სამაგიეროდ მოითხოვდა რომ ზარატუსტრა იცინოდა ხო და უხაროდა რომ ბერძენი ღმერთები რა კარი ხარხარებდნენ და იცინოდნენ ჯანსაღი სიცილი და სხვათა შორის რეალობაშიც რა ვიცი ხა აი ამერიკელებთან მაგას შეხვედრა არ ქონია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რატომღაც ისა რა ქვია ესეც ჩანაწერი აქვს რომ აი როგორ მიყვარს რა ქვია ამერიკელისა ესეთი სიცილი უყვა ხო ამერიკელი ხო ასე აი უნდა ამერიკელისა ესეთი რა აი ლაღი და აი როგორ ვთქვათ აი აი ესეთი რა ქვია გულღია აი ხარხარი რა აი ისეთი მდაბიური კი არა არამედ აი როგორ ვთქვათ აი გულწრფელი თუ რაღაცა ესეთი რა იქნებ მაგაში ის სიმბოლიზმი დევს რომ მაგათ ისტორია არ ამძიმებთ არა ეს ხას უსვამს რომ აი სწორედ ისინი სიცოცხლესთან და მიწასთან ახლოს არიან ამის თქმა უნდა აჰა ანუ შემთხვევით არ არის რომ ამერიკელია მისთვის უკვე ის ტიპი ადამიანის რომელსაც ახალი სტიქია და ახალი შემოქმედებითობა და სიწრფელე და მიწასთან სიახლოვე აქვს და უიტმენიც მისი პოეზიაც ეგეთია ხო სამყაროსთან გახსნილობა ეს ხო და აი დერბ ესეთ სიტყვა ნიჩეს დერბ აი ესეთი ხარხარი მიყვარს აი გულღია დერბ ესეთ ცოტა ისეთი მაზალო სიტყვა რაღაც ქართულად ეხა კი შეიძლება გადმოტანა მაგრამ აი როგორ რაღაც აი ნუ დაახლოებით ესეთი ჯანსაღი ლაღი გულღია სიცილი რაღაც მე ვიცინი მას ხო აი ეს არის კომუნიკაციაც ეს არის შემეცნებითი მომენტიც არის ესა და ადამიანობაც ეგ არის რა ადამიანი ჭეშმარიტი ნამდვილი ადამიანი გულღიად იცინის რა ლაღად იცინის აი დერბ რასაც ქვია ნიჩე როგორც ამბობს ხო იმიტომ ის მაშინ ძალიან გულწრფელია რომელი მხატვრული ხერხები მიგაჩნიათ ყველაზე ეფექტიანად ემოციური ზემოქმედებისთვის მკითხველზე ზემოქმედებას გულისხმობ რა ვიცი ახლა ძალიან ინდივიდუალურია ეგ წელს უნდა კითხო მე წელს ვეკითხე რა ვიცი კი მაგით არა მე მაგ ერთი ორი ის არის ცდარი რაღაცა ესე ცალაღობოთ სატრეველად რაც დავწერე პროფესორ ბუნურატის რაღაც ახალი ნებანი და ეგ თამაშებია რაღაც მაგრამ ნუ არა ეს ძალიან ინდივიდუალურია ყოველ შემთხვევაში აი ზენობრივი კომბინაციები და რაღაცა მხატვრული სახეების თხზვა აქ ის კონცეფცია რაღაცაზე დაფუძნება და მე რაღაცა ეს შესიტყვები, რა ვიცი, ეხა ძალიან სტიქიური მომენტია და ძალიან ინდივიდუალური, რა თქმა უნდა. ყოველ შემთხვევაში აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი რა. აი ამ სიტყვა თქმნადობა, ახალი სიტყვების შექმნა, ეს კომბინაციების შესიტყვებები, ხო, რა ქვია, ლურჯი მონტევიდეო თეზრი ხელთათმანები და ესეთი მსგავსი რაღაცეები, ხო? ეს რა თქმა უნდა ნიჭია და თხზვის ნიჭია და ეს რა ვიცი ზემოდან მოდის თუ რაღაც ქვემოდან თუ საიდანაც ხო მაგრამ ეს ვერ მოხერხდება თუ მწერალი პოეტი არ არის განათლებული რა დიდი განათლების გარეშე დიდი მწერლობა არ იქნება ნუ რა თქმა უნდა დიდ განათლებას ნუ კიდევ ერთხელ ხას უსვამ წერის თხზვის ნიჭი და ამენობრივი სტიქიის რაღაცა შეგრძნებები და რაღაც ეს ყველაფერი და ეს ყველაფერი დაფუძნებული დიდ განათლებაზე რა დიალოგებს რა მნიშვნელობა ენიჭება? ნუ დიალოგები აქაც ეს ზომიერება უნდა კონდეს რა მწერალს ეხლა ძალიან გაჭიმული დიალოგები მე მოსაწყენია ამიტომ ეხლა წერლური ალღოც უნდა მწერალს უნდა კონდეს რაღაც ალღო რომ ეს დიალოგებიც არ გაჭიმოს ძალიან და მოსაწყენი არ გახდეს ხო
ხო, ამიტომ თომას მას ხო უყვარს ახლა ეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თომას მანი მე თვით ირონიად შემოაგდა და ის რაღაც ამსუბუქებს ამას და ახლა თომასმა ზეგარაშლებოდა. ყოველ შემთხვევაში დიალოგის ფუნქცია ტექსტში, პროზაულ ტექსტებში არის რა თქმა უნდა შემეცნებითი, ხო, შემეცნებითი რაღაცა ფუნდამენტური საკითხი განიხილება, ხო? არა და შესაბამისად კითხველის დიალოგის ფუნქცია ეგ არის რა ერთი მხრივ გახსნას რაღაცა თემა პრობლემა რაც ზოგადად ტექსტშია მოცემული და მეორე მხრივ თვითონ დიდაქტიკური მომენტია რა რომ კითხველს აღუძრას რაღაცა საფიქრალი და მე კითხულმა რაღაც კონკრეტულ თემაზე ამაზეც და შემდგომაც იფიქროს მუდმივად რა. რა თქმა უნდა. კითხველის დიდაქტიკის და შემეცნების ფუნქციაა რა, მთავარი ეგ არის რა. ინტერტექსტუალობა და ენა სად იკვეთება? ინტერტექსტუალობა და ენა, ბუნებრივია ახლა როდესაც ინტერტექსტუალობაზეა საუბარი, შესაძლებელია თქვა იქ გადაძახილი სადაც არის იმ ავტორთან, იმ ავტორის რაღაცა სტილი და რაღაცა წამოიღოს რაღაცა, ან სრული ციტატა წამოიღოს ან რაღაცა მიახლოებული წამოიღოს რაღაცა ფრაზირება წამოიღოს რაღაცა ლექსიკური ან რაღაც სინტაქსური წყობა წამოიღოს რაღაცა და აი ასე რა თქვა ინტერტექსტუალობას თავისთავად მოაქვს იმ ტექსტის იმ რაღაცა სადიალოგო ტექსტის ხო რაღაცა იმ წერლის მიზანი ტექსტის თუ რაც როგორც ეძახიან ენა თავისთავად პერსონაჟები, ყოველ შემთხვევაში ჩემთან ასეა და მე ბევრი წიგნი წამიკითხავს მსგავსი სხვა ენით საუბრობენ წიგნის დასაწყისში და თითქოს ის რომ ვითარდება, სამეთყველო ენაც უვითარდება. ეხლა მახსენდება მარტინ იდენი, რომ თავიდან იყო მეზღვაური გაუნათლებელი, შემდეგ დაიწყო საკუთარ თავზე აქტიურად მუშაობა და ბოლოს ვიღებთ ინტელექტუალ მამაკაცს, რომელიც რა თქმა უნდა სხვანაირად მეტყველებს. აი, ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ და ჩავუხრმავდეთ, როგორ უნდა შევძლოთ ენის საშუალებით დავანახოთ მკითხველებს, რომ პერსონაჟი განვითარდა და არა მარტო ქმედებით თქვა. ხო, ეს ენაზე ეთყობა თვითონ იმას ლექსიკურ მარაგს და ტერმინოლოგიას და თქვა ინტელექტის დონე, თქვა ენაზე ჩანს ხო, თქვა ენობრივ ქსოვილზე რომ დაუბრუნდეთ იმ სიტყვას, ხო? როგორი კონსტრუქციები აქვს, ხო, ეხლა რომ მარტივი წინადადებებით კი არ ოპერირებს და იყენებს, ხო, თქვა მარტივი, რა ქვია, წინადადება როგორ არის სინტაქსურად. არამედ ვრცელ პერიოდებს იყენებს, რთულ ქვეწყობილ და თანწყობილ წინადადებებს იყენებს, იქ რაღაცა იგრძნობა ეს ინტელექტი რაღაც ტერმინებს იყენებს და შემდეგ რა ჩანს ეს რა თქვა მეტაფორულ ენას იყენებს და შემდეგ რა ამაზე ჩანს ეს ყველაფერი იმიტომაც თქვი მე ზემოთ ხო რომ რა ენითაც მეტყველებს ადამიანს პერსონაჟი ინტელექტის დონე ჩანს ხო ეხლა სარკესავითა ხო ეხლა ჯაყოს ენა და თეიმურას ხევის და ხო სხვა ენაზე ეთყობა რა თქვა ხო და იგივე თქვა რო ავიღოთ ბერლინ ალექსანდერ პლაცის გასარევი რომანი სერიოზული რომანი ქალაქური რომანი ალფრედ დობლინის გერმანელი მოდერნისტი ავტორის და იქ გამოყვანს თვალსაჩინო ქართულად არის თარგმნილი და ცუდი არ იქნება რომ კითხველების გაეცდონ ბერლინ ალექსანდერ პლაც 20 წლების ბერლინია და თავარი პერსონაჟი ბიბერ კოპფი არის აი სწორედ აი მარგინალი პერსონაჟია და მისი მეტყველებაც არის ძალიან ისეთი პრიმიტიული ხო პრიმიტიული ასე ვთქვათ ხო ფერი და ის ასეთად რჩება მთელი რომანის განმავლობაში აი ეს არ ვითარდება რა რასევდიანი ის ესევე რჩება ხო ხო სევდიანი ამბავია რა ხო მაგრამ ყოველ შემთხვევაში არიან ესეთი პერსონაჟები რომლებიც ვთქვათ თან ეს ხელტანიან 600 გვერდიანი რომანია და 600 გვერდში რა ვერ განვითარდა არა ვერ განვითარდა თუმცა ის ცნობიერების ნაკადით ავტორი ცნობიერების ნაკადით ამეტყველებს ასე ვთქვათ ხო მაგრამ ისი ლექსიკა არის რაღაცა ესეთი ნახევრად კრიმინალური ნახევრად ქუჩური ნახევრად ბომჟური და არაფერი ისეთი რა განსაკუთრებული ხო ესეც არის ხო მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც ეხება პერსონაჟებს და თუ ამაზე ვისაუბრებთ და მათ მეტყველებას ისე გავლენას ახდენენ რა იმას მკითხველებზე ბუნებრივია მასიც უნდა იყოს ხო და მკითხველის გავლენა არა მარტო რაღაც შემეცნებისეული არის არამედ ენობრივიც არის რა ენობრივი გავლენაც არის შეიძლება უძებ ამეტყველებს კითხვები მოეწონოს და რაღაც ერთი-ორი ლექსიკაც გაემდიდროს ხო თქვა თუ ინტელექტუალური ის არის რა პერსონაჟია რა რადგანაც რა კავშირია ენასა და მეხსიერებას შორის მე მახსენდება ორველის ნაწარმოები 1984 სადაც
სწორუპოვრად ებრძვიან ენას იმისთვის, რომ აზროვნების დიაპაზონი დაავიწროვონ და შედეგად გაყალბდეს ისტორია და მოახერხონ ხალხის დამორჩილება. აი აქ მინდა კავშირი დავამყაროთ. როგორ მიემართება ერთმანეთს ენა და მეხსიერება? ნუ იქნება ეს კოლექტიური მეხსიერება თუ ინდივიდუალური მეხსიერება? ნუ არა, ახლა პირდაპირ კავშირია, რა თქმა უნდა რა. პირდაპირ კავშირია. მეხსიერებას ახლა მე ფსიქოლინგვისტი არა ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით სადაც ახლა ჰუმბოლტი თუ ამბობს და ჰუმბოლტიანური ენათმეცნიერება რომ აზროვნების საფუძველი არის ენა, შესაბამისად მეხსიერების საფუძველიც არის ენა. ლოგიკურად. სხვანაირად არ გამოდის. და ამიტომ არის რა რომ ესე იგი ძალიან დიდი ეს ტოტალიტარული სისტემები, ხო, ამიტომაც არის რომ იქ ხდება პირველი დარტყმა ენაზე რა. სადაც ტოტალიტარული სისტემა საკუთარ ტოტალიტარულ თუ ტოტალიტარიზებულ ენას იგონებს, ოფიციალური ენა რაც არის რა. კი ბატონო. და ეს ვიცით ახლა ჩვენ გამოვლილი გვაქვს ხო. ხო და აი ესეთი ენით ხდება მე ესა რა ქვია, ბუნებრივი ნამდვილი ორგანული ენის დამახინჯება. ჩაკულა და ასე ჩაკლული სული ხო რობაკიძე. ჩაკლული სული ნიშნავს იმას რომ სულში და მეხსიერებაში და ფსიქიკაში შენი ბუნებრივი ენა, დედაენა ხო თქვათ ის ქრება. გარღვევა ხო, დაჩლუნგება, გაუბედურება. მოსპობა, ამოშანთვა და რა ვიცი 1000 რაღაცა შესაბამისად უკვე მე ასეთი ადამიანი გაუცხოებულია სამყაროს მიმართ და უკვე კარგავს ადამიანობას. და საკუთარ ადგილსაც ვეღარ პოულობს. ხო, იმიტომ ის მე ხო ბუნებრივი რანაირად იპოვის. საკუთარ ადგილს კი არა, მე გადაასახლებენ, გადმოასახლებენ და ყველაფერს ხო და ამიტომ ეს ტოტალიტარიზმი მუდმივად ცდილობს რომ შექმნას თავისი ტოტალიტარული მეტაენა, პროპაგანდისტული ენა და ამენით მე ამეთყოლოს მთელი საზოგადოება და კი ბატონო ასეც ეს გაიარა გერმანიამ, გაიარა საქართველოს როგორც საბჭოთა კავშირის ნაწილმა, გაიარა მე GDR-მა, აგერ კორეა, ჩრდილოეთ კორეა ავიღოთ, ხო? ხო, ანუ იქ მეხსიერებაზე აღარ არის ახლა იქ ლაპარაკი, ხო, ის ენა, ანუ მეხსიერება საკუთარი წარსულის, იქ არის უკვე გამოგონილი წარსული ხო, რაღაც ტოტალიტარული რაღაც სისტემები, რაღაცა ქმნიან ახალ ბელადის ხატს და მთელი ცნობიერება და ენა მიმართულია მასზე. და არა მარტო მოსახლეობის, ნუ ყველა მიცით ახლა წერილებს რა უგნეს და რა ქვია. რთულია მწერლობა. ხო, რთულია, ხო, ნუ სულხან საბამას ხო მეფე და მხატვარიო, მაგრამ ნუ მხატვარი და ხელოვანია თუ კომპოზიტორი მე-20 საუკუნეში რთული იყო წერილობაც, მხატვრობაც, კომპოზიტორობაც და რეჟისორობაც და ამ შემდეგ ხო. იმიტომ რომ მე-20 საუკუნე, ნუ ტოტალიტარული რეჟიმების საუკუნეა. მოდი გადმოვინაცვლოთ თანამედროვე რეალობაში. რა ექსპერიმენტებს მიმართავენ დღეს ენასთან მიმართებაში ავტორები? ნუ რა ვიცი რა ექსპერიმენტი, არანაირი ექსპერიმენტი, რა ვიცი, ხა ექსპერიმენტები დამთავრდა, ეხლა მე მგონი მე რომ ასე გგონია? მე რა ვიცი, არანაირი ექსპერიმენტებს, რა ვიცი, ჩემი დაკვირვებით ამ შეიძლება ვშლები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემი დაკვირვებით რაღაცა დიაქრონულ ჭრილში თუ განვიხილავთ საკითხს, მე მგონი ენობრივი ექსპერიმენტები ავანგარდიზმმა დაამთავრა, გააკეთა და დამთავრდა ამით ენობრივი ექსპერიმენტები, მე მგონი რა. იმიტომ რომ რა ვიცი ხა ჩვენ რო ავიღოთ მე-20 საუკუნის ქართული პროზა მეორე ნახევრის მე ვიცი ხა მე ვერანაირ ექსპერიმენტებს ვერც პოეზიაში ხო რა ვიცი მე-20 საუკუნის ქართული თქვათ პოეზია და პროზაში მე ვერანაირ ენობრივ ექსპერიმენტებს ვერ დღეს რაც შეეხება მე 90-იანი წლებიდან პოსტმოდერნისტული ლიტერატურა რო ავიღოთ არც იქ არ არის ხა დიდად რა ექსპერიმენტებია როგორ გავდივართ ფონს ექსპერიმენტების გარეშე? აი ინტერტექსტუალობით რა და ის ინტერტექსტუალობას მოაქვს ის აკამორჩილაძე რაზაკეთე რა ექსპერიმენტია იქ. იღებს ილიას და იმის სტილს 19 საუკუნის თქვა სტილს და ის გადმოაქვს ხო სიტყვაზე. ან რაღაცა აი ეს მეტასტილები შეგვიძლია ეს დავარ მეტასტილი. ამის დაზავია რა. ხო? აი და ეს ნუ აბას თუ ექსპერიმენტი გვია არ ვიცი ხა შეიძლება ანუ ეს ინტერტექსტუალობით მოდი ინტერტექსტუალობა წყალებში როგორც შეიძლება თქვა ფსევდო ექსპერიმენტი მე არაფერი არ ვიცი ხა ჩემი დაკვირვებით ეგრეა და ხა აი ესეთი ფუნდამენტური ექსპერიმენტები რაც მოდერნისტულ და თუ მეტეს მე ავანგარდისტულ იმაში აქტიურად რო იყო ხო ეგეთი ექსპერიმენტები აი ვიცი მე მგონი ავანგარდმა დაამთავრა ეს ექსპერიმენტები
ახლა ორი პირადი კითხვა მაქვს. ჩემი დაკვირვებით ექსპერიმენტების. გაიხსენე წიგნი, რომელიც ყველაზე შთამბეჭდავი ენით იყო ნაწერი. კი, რა პრობლემაა? აბა. ეხლა ეს მოზარდობის დროს წავიკითხე რა. დიონისოს ღიმილი 15 წლის ბიჭი ვიყავი. მომნუცხა იმის არის მაგია რაღაც ამოვიდა თან ეს ექსპრესიონისტული რომანი. ხო და იმავე პერიოდში მე მოვინდომე ეს რობაქიძის გველის პერანგის წაკითხვა და ვერ წავიკითხე რა. არა და კარგი ნაწარმოებია. ხო, კაი ნაწარმოებია, რაზე ლაპარაკი ხელი ის რამოდენიმე სტატია მაქვს მაგაზე გველის პერანგზე. ეზე, მაგრამ არა მე მგულისხმობ აქ ეს საინტერესო ეს რეცეპციული მომენტიც არის რა, ეტყობა ყველა წეგს თავისი ისა აქვს რა. ეხა ორივე ქართველი მოდერნისტი ავტორია, ორივე ექსპრესიონისტული რომანია, მაგრამ 15 წლის ასაკში ერთი წავიდე მეორე, მაგრამ ის გავიგე და მივიღე და გაუცხოება არ მქონია რა და შევიგრძენ და რაღაცა და ეს რობაქიძის გველის პერანგი რო დავიწყე ამ 15-16 წლის ასაკში რაღაცა ხო ძალიან ზესტილური რო იყო და ნუ ახლა ეს ბუნებრივია ყველა მოდერნისტი ცდილობს რომ რაღაც თავის სტილში წეროს და ძალიან სტილიზებული იყო ასე ვთქვათ და ვერ წავიკითხე, ვერც გავიგე ვერაფერი, დიახ. მერე წავიკითხე. ხო, მაგრამ ნუ მე აი გავიდა რამოდენიმე წელი, სადღაც ეხა მეორე, მესამე კურსის სტუდენტი ვარ, აი ზაფხული არ დადეგებია და მე უცებ დამარტყა თავში. ეხა ავიღე და წამოიღო და უკვე მე დავამუღამე რა, სადღაც უკვე აი 5-6 წლის მერე. ყველა წიგნს თავისი დრო აქვს. ხო, ეთყობა, ხო, ეს რეცეპციული მომენტია და მე უკვე აი მაგია წამოვიდა და ყველაფერი გავიგე და რაღაცა და ისა და მივიღე რა წეგნი და გაუცხოება არ მქონია რა. აი ეს შემიძლია აი ჩემი კითხველის როგორც გამოცდილების ეს რეცეპციული მომენტი გავიხსენო აი ეს ორ მნიშვნელოვან ქართულ მოდერნისტულ პროზაულ ნაწარმოებზე. აი მაგია რასაც ქვია რა. და ნუ მიხეილ ჯავახიშვილის ახმა ხა მაინც მარტივია, მაინც. კი, ძალიან მარტივია ჩემი. და ამავე პერიოდში რა აი ეს მაგია რაც ამოვიდა და აი მუღამში რაც ვკითხულობდი და ჩამითრია რასაც ვია როგორც კითხველი მიხეილ ჯავახიშვილის აი ეს ისა რა ნოველები აი 1900 წლების ნოველები აი ტყის კაცი ეკა რა ვიცი უამრავი ის არის რა კურდღელი ცხვამაკის ხო ის ეშმაკის ქვა თუნდაც ის კურკას ქორწილია ეს ეგრეთ წოდებული პატარა ადამიანები რო არიან და ეს ნატურალისტური ნოველები და მთელი რიგი ძლიერია მაგ ჟანრში. ის იქიდან იმ პერიოდში მომყვება მე რა. არა მარტო ნატურალიზმი, ფსიქოლოგიური პროზა და ფროიდისტული ნაკადები ეგ უამრავი რა, საოცრად. კიდე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც წერდა და თან ქალის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თვითონ მამაკაცი იყო და როგორ უნდა ცოდნოდა ხო ეს პროცესები, მაგრამ ბრწყინვალედ გაართვა ნამდვილად თავი. მაშ ბოლო კითხვა. რას ურჩევდით თანამედროვე ავტორებს? როგორ იპოვონ თავიანთი სამწერლობო ენა? ხო, არსებობს ეგეთი ტერმინი ხმა. აი ეს ხმა უნდა თვითონ უნდა იპოვონ თავიანთ თავში რა, მაგრამ ამ ხმის პოვნაში შეიძლება ჩვენ და მათ დაეხმაროს ალბათ, ბევრი უნდა იკითხონ რა. უნდა იკითხონ ბევრი. როგორც კლასიკოსი ავტორები, ისე თანამედროვე ავტორები რა. და აი ამ კითხვის პროცესში ალბათ მე თავიანთ ხმასაც მიაგნებენ. რაღაცა ახლა საფრთხეა შეიძლება გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ რაღაც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ თვითონ გრძნობენ ავტორები, მომავალი ავტორები, რომ რაღაცა ინდივიდუალური ხმა აქვს და რაღაცა თან უნდა წერონ პარალელურად. ეს არის მუშაობა, ეს არის სავარჯიშოები, ყველას არის სავარჯიშოა. ამაშობ წელსაც რა და ამიტომ მომავალმა მწერლებმა ბევრი უნდა წერონ რა და ამ წერის პროცესში მე თავიანთ ხმა, სტილს ამ ყველაფერს თავიანთ კონცეფციას ამ ყველაფერს აღმოაჩენე, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით რომ პარალელურად უნდა იკითხონ რა კლასიკური ტექსტები, თანამედროვე ტექსტები, ყველა მიმართულების, ავიზი ეპოქის და ასე შემდეგ რა. ეს ეხმარება მათ რა, დაეხმარება ალბათ რა. კოკა ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ, თათული. ვისი ამოვნე უზომოდ. მეც ასევე და დიდი მადლობა მოწვევისათვის და რა ვიცი, დიდი პატივია რომ აი ამ გადაცემაში, პოდკასტში, რა ვიცი როგორც ეძახიან ხა, აღმოჩნდი და კიდევ გვეწვი. მოვევლინე მაყურებელს ლიტ გურუს სახით ხო? არა ხლა ეს თვით ირონიულად ვამბობ გურუ. მადლობა რომ გისმენდით და ჩვენთან ერთად იყავით. ჩვენ შევხვდებით მომავალ ოთხშაბათს 8 საათზე. შეგახსენებთ ეს იყო ლიტ გურუ, მე ვარ თათული ღვინიანიძე, მისი წამყვანი. ლიტ გურუს ჩაწერები მიმდინარეობს პოდკასტ ზონაში. ვურჩევ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს რომ თავისი პოდკასტი ჰქონდეს, ეწვიოს აქაურობას, გპირდებით, კმაყოფილებით დარჩებით. ნახვამდის.